ქუჩებში დამიხარია ძვიმავს მძინარე თბილის დაუნამია ეფინება ცაზე შუქის ცისფერი მიმაცილებს თქვარი ჯუმის სიმღერი ჩემი ნაცნობი ქუჩები ისევ მელია ძვიმის სვეტები ღამეში შუმად ღერია ეს გაზაფხული თბილის რას მეუბნება ვინიცი ვერ გამიგია ჩემი მიზანავთამარი ჩემი სამშობლო აქ არის აქ ემღერება ძვანე ჯადრებთან და გორგასალის ვაღლიდან მომესალმება დაგაშალე ჩემო ტკბილო ოცნება სიყვარულით გული არ იღლება ჩემი ნაცნობი ქუჩები ისევ მელია ძვიმის სვეტები ღამეში შუმად ღერია აქ არის ჩემი მთაწმინდა აქ ადგას დედა ქართლისა აქ ემღერება გულს ჩემი მიზანავთამარი ჩემი სამშობლო აქ არის აქ ემღერება ისევ მელია ძვიმის სვეტები ღამეში შუმად ღერია აქ არის ჩემი მთაწმინდა აქ ადგას დედა ქართლისა აქ ემღერება გულს ჩემი მიზანავთამარი ჩემი სამშობლო აქ არის აქ ემღერება გულს აქ ემღერება რომ მიცოდეთ როგორ გვემღერება ჩვენც როცა თქვენ ხართ ჩვენი სტუდიის აქ ემღერება გულს ამ სტუდიაში ძალიან დიდი მადლობა რომ ესე ხალისიანად და ესე ბედნიერად დაიწყო ჩვენი დღევანდელი ეთერი იცი რა მე გადავწყვეტე რომ დღევანდელი გადაცემა მიუძღვნა მაკოს გადაცემის პირველი ნაწილი და რატო იმიტომ რომ მაკო არის ჩვენ შორის ერთადერთი ადამიანი რომელიც ყველაზე მეტად განიცდის ახალი წლის დღესასწაული რომ ველოდებოდი რით დასრულდებოდა აი ახლა გადავწყვეტე ეს ის შემთხვევაა როდესაც აი ეს დღესასწაულის შექმნებას გაგიხანგრძლივებთ ასე ძალიან გაგიგზელებთ აი ახლა იცი რატო იმიტომ რომ 13-ში ანუ ზეკ უნდა წახვიდე event hall-ში და უნდა დაესწრო Gio Plus-ის კონცერტს აი ეგრე და Gio ეხა დეტალურად ვისაუბროთ მოკლედ თქვენთან ვიყავით სტუმრად ვიქნებით და კიდე მოვალთ აუცილებლად ყოველთვის სულ რაღაც სიახლებს ვეძებ სულ რაღაცა ტემპს ვაძლევ ამას ყველაფერს ამ ქართულ სიმღერებს და თან ესეთი მუსიკოსები როცა ყავს ძალიან ბედნიერი ვარ იმიტომ რომ ზურა მახმიაშვილი ამის ყველა აპლოდისმენტები მშვენიერ სულის შემდგმელი მიშა ჩეკურიშვილი ბაბი კირკიტაძე და ბაბი საყვარელი და რა ვიცი აი რა გითხრათ ძალიან ბევრს მუშაობთ და ეხა 30-ში event hall-ში ფილარმონიაში გვაქვს აი ამ 17 სიმღერის პრეზენტაცია რომელიც სულ ახლებურად გავაკეთეთ რა და 9 საათზე 30-ში 13 იქავა უკვე ახალ დაგეგმილი მაქვს ეს აი რა ჩემდა გასაკვირად ეს 13 საღამო დაგეგმილი მაქვს და ღამე მობძანდით იმიტომ რომ ჩვენ გვიან დავიწყებთ და 1-3 საათი ამბავი გექნება ყველას გეპატიჟებით და შეიძლება რეპერტუარს
რაც ეხება რეპერტუარს, ჩვენ გვაქვს ყველაფერი გაკეთებული ეს ქართულები, ჩემი ძველებიც და მე რაღაც ქავერები გვაქვს, უკვე ცოცხალი შესრულებით ბაბი ცოტა ხანი დამასვენებს, მაგრამ მაყურებელს არ დაასვენებს, ვინც იქ იქნება და ამიტომ ყველას გელოდებით გეგმები, ბევრი გვაქვს ძალიან და ძალიან ბევრი კონცერტები ქონდა და მიხარია რომ ამ ახალგაზრდებსაც უყვართ ამ კონცერტებზე უფრო დეტალურად ვისაუბრეთ, მაგრამ გიო შენ ნამდვილად სწორად აღნიშნე, რომ არ გვეზარება და ძალიან ბევრს მუშაობ და შენ ხარ ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალი ადამიანი, რომელიც ნამდვილად ყოველთვის სიახლის ძიებაში ხარ, თუნდაც ეს მიმართულება რაღაცა ახალი თანამედროვე ჟღერადობები შემოიტანე ამ ქართულ ქალაქურ სიმღერას, ძალიან მოუხდა ნამდვილად. აი როგორ მიაგენი, როგორ მიხვედი მაგამდე? იცი რა, ძალიან ბევრს ფიქრობ და არის სიმღერა, რომლის გაკეთება, ყველა სიმღერის გაკეთება შეიძლება, მაგრამ უნდა უხდებოდეს ამ სიმღერას. წარმოიდგინე, ეს სიმღერები ეხა ნამღერი აქვთ, როგორ მომღერლებს, ქართველებს წარმოიდგინე, ქალბატონ ნანიდან დაწყებული, აი სულიკო კოროშინაძე, ნანული აბესაძე, როგორ ართულებს, რომ რამე ახალი ხო, რაღაცა ახალი გააკეთო, მაგრამ ისი აქვთ ამ კომპოზიტორებს შადებული ეს ყველაფერი, აი სუვიძახი, რომ აი ჯაზი, რაღაცა, ყველა ჩვენი აი ეს კლასიკოსები, ვინც იყვნენ კომპოზიტორები, ყველას აქვს რაღაც მარცვალი, მაგრამ იმ ჰარმონიას აუცილებლად არ უნდა შეეხო და უნდა რაღაცა სხვანაირად, ხო, რო არიან, ნუ ეს სიმღერა არ შეიძლება. ცოტა ბეწვის ხიდია, ესე მგონია. ბეწვის ხიდი არის, მაგრამ კი, როგორ არ არის, სარისკოა და გააჩნია სიმღერას და როგორ გააკეთებ და ამიტომ აი მე და ზურა ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდით ამაზე და რა ვიცი ეს ყველაფერი მართლა ზურას დამსახურებაც არის. ეხლა გიმღერებთ ერთ სიმღერას კიდე და ნეტავ მართლა მყარებოდი ეს არის ძველი სიმღერა და აი აქ უკვე ერთ-ერთი მთავარი ის არის რომ ქართულ სიმღერებში არასდროს არ ჟღერს სოლოები, თქვათ ინსტრუმენტალი რა, პირდაპირ მიდის მთავრდება. აი აქ ფინალში ჩვენ გვაქვს სოლო გაკეთებული, რომელსაც მე მაგალითად მანქანაში რომ მივდივარ, უსმენ და მგონია რომ აი სადღაც ვიღაცა აი მუსიკოსები, ეს არის მიშა ჩეკურიშვილი, ეს არის გიტარა და საქსოფონი ზურა მახრიაშვილი, აი თქვენც მოისმენთ აი ამას. ჩვენი მაყურებელი რაც თავარია და დღესასწაულს გავაგრძელებთ. დიდი მადლობა. წავედი მე ჩემ მეგობრებთან ახლა და წავიდა სულ სხვანაირი მიქსია რაღაცა ახლა მოიფიქრეთ, ფრანგულ ქართული. ოჰო, საინტერესოა. Je te disais, dormir moi et je m'en vais. Je me sens calme et reste à côté de toi. ნედამართლა ყვარებოდი, მერცხალს დავედარებოდი, მგერზე აგეფარებოდია. ვერ სადამემალებოდი, ვერ სადგამეფარებოდი, მე ხომ შენი სიყვარული მქვია. Je t'aime mon amour, n'oubliez jamais. Je te disais, dormir moi et je m'en vais. Je me sens calme et reste à côté de toi. რა ხდება და რატომ ხდება, ჩემ ფიქრებში ვიღაც ჩდება, გული ჩემი სადღაც სურს სხვა თმია. მიყვარხარ რომ მეუბნება, რა ვქნა რომ არავის ხდება, რომ ეს შენი სიყვარული მქვია. ნედამართლა ყვარებოდი, მერცხალს ავედარებოდი, მგერზე აგეფარებოდი. ვერ სადგამეფარებოდი, ვერ სადამემალებოდი, მე ხომ შენი სიყვარული მქვია. ნედამართლა ყვარებოდი, მერცხალს დავედარებოდი, მგერზე აგეფარებოდია. ვერ სადგამეფარებოდი, ვერ სადამემალებოდი, მე ხომ შენი სიყვარული მქვია. Je t'aime mon amour, n'oubliez jamais. Je te disais, dormir moi et je m'en vais. Je me sens calme et reste à côté de toi. ვიცი მე მჯერდა მოხსდება,
ჩემი ფიქრი დაოცნება ბულბული ვითრომი ანდენიას ალბათ შორშეს მაგიდაზე ჩემი სიყვარული სავსე გაუხსნელი ბარათები ღრია მე დავასამყარებოდი მერცხანს დავედარებოდი კერძე აგეფარებოდი ვერსად გამეპარებოდი ვერსად დამემალებოდი მე ხომ შენი სიყვარული მქვია მე დავასამყარებოდი მერცხანს დავედარებოდი კერძე აგეფარებოდი ვერსად გამეპარებოდი ვერსად დამემალებოდი მე ხომ შენი სიყვარული მქვია Je t'aime mon amour, n'oublie jamais. Je te disais dormir froid et je m'en vais. Je me sens calme et reste à côté de toi. როგორი მაგარი დიალოგი იყო საქსოფონსა და ელექტროგიტარაში. აი ამ დიალოგზე ბაბის ვიზდები რა. ფრანგული რატო? ბაბის ფრანგული რა კარგად რა მაგრა უხდება ქართული ენა და ფრანგული დავრწმუნდით ჩვენ ამაში ხო მაგრამ და აი ამიტომ აი ამ ძიებაში ვარ და ხო. ეხა ეს სოლოებსაც მართლა აი მანქანაშიც რაღაცა და იცი რა ქართული აი ამ ახალგაზრდობა აი ამ ქართულს სხვანაირად მოისმენს კი, ხვდები და ნამდვილად ეგრეა. სხვანაირად შეიყვარებს იმიტომ რომ ცხოვრება მიდის რაღაცა რითმი იმატებს ცხოვრების რა ერთ ადგილზე ვეღარა ხარ აი ესე მოსასმენად ძალიან მაგარია ეს ქართული სიმღერა რასაც ვღერი და ის იქნება იმას ყოველთვის თავისი ადგილი აქვს მაგრამ თანამედროვე დროს რაღაც ცოტა განახლება ჭირდება დრო რადგან ვახსენეთ, მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ კიდე ერთი სიმღერის შესრულება უნდა მოვასწროთ აუცილებლად და იმისთვის რომ მოვასწროთ, კი გატარეთ ბევრჯერ შენის კედელთან, მაგრამ და გელოდებით სამში აუცილებლად. ძალიან ეხა შეგისრულებთ მზე ჩადის და მზე ამოდის ძალიან აგაგდოთ ეხა ესეც გავაახლეთ სხვანაირად ძალიან აბა კოცრით მიყვარხარ და აბა მაგრამ მაგას მინდა უთხრა ერთი რაღაცა სანამ გიორ დაიწყებს რომ საქართველოში ხო არ იყო დაიპყრო ყველაფერი და მიდიან გიოპლუსი მიდის ამსტერდამში სადაც ჩაატარებენ კონცერტს 25 მარტს ე აუცილებლად მე ამაზეც ვისაუბრეთ დეტალურად ეხა კი ყურადღებით გისმენთ მადლობთ Modi centa male modi Resto ara aparodis Zecha listam ze amodis Drogadi
იქნებ არც მახსოვდე მთელი ცხოვრება ვერ დაგიცდი ზეჩალის და მზე ამოდის დედამიწა ტრიალებს მოდი ჩემთან მალე მოდი იყვიანე დღეს თუ არა ამბაროდის მერე გვიან იქნება ზეჩალის და მზე ამოდის დრო იცლება დრო გადის უკვე რამდენი ხანია გული ლოდი მაგარია მეც ვეღარ გადროვე დრო გადის ჩემთვის უარა სამია ბევრი ლამაზი ხალია მინდა რომ გასოვდეს თუ არაფერს ნანოთხეს გეკითხები რატომ ხო ისი უჩემოდ მარტო იქნები და სანამ არ არის გვიან მე კიდევ შემიძლია გული გაგიტყო გეფიცები დღეს ყველაზე მეტად გულს უნდა შენთან ერთად ხვალ რა მოხდება არ ვიცი დღეს უნდა იჩქარო თორემ ხვალ იქნებ არც მახსოვდე მთელი ცხოვრება ვერ დაგიცდი ზეჩალის და მზე ამოდის დედამიწა ტრიალებს მოდი ჩემთან მალე მოდი იყვიანე დღეს თუ არა ამბაროდის მერე გვიან იქნება ზეჩალის და მზე ამოდის დრო იცლება ზეჩალის და მზე ამოდის დედამიწა ტრიალებს მოდი ჩემთან მალე მოდი იყვიანე უკვე რამდენი ხანია გული ლოდი მაგარია მეც ვეღარ გადროვე ჩემთვის უარა სამია ბევრი ლამაზი ხალია მინდა რომ გასოვდეს დედამიწა ტრიალებს მოდი ჩემთან მალე მოდი იყვიანე დღეს თუ არა ამბაროდის მერე გვიან იქნება ზეჩალის და მზე ამოდის დრო იცლება ზეჩალის და მზე ამოდის დედამიწა ტრიალებს მოდი ჩემთან მალე მოდი იყვიანე დღეს თუ არა ამბაროდის მერე გვიან იქნება ზეჩალის და მზე ამოდის დრო იცლება დრო გადის ბრავო ძალიან დიდი მადლობა გიო პლუსი შვენიერია კარგი დასაწყისი კარგი დასაწყისი რეკლამის შესვენება გჭირდება შესაძლოა ნამდვილად გჭირდება, მაგრამ მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ პარასკევს 13 იანვარს ივენთ ჰოლში გაიმართება გიო პლუსის კონცერტზე. არ გამოტოვოთ. გავხდებით რეკლამის შემდეგ. დროებით.